რას ფიქრობ როგორ ჩაივლის? ჯერანი ხო იცის თქვენმა თაობა? უი დედა რატო რამე გიჭირ შვილოც ეს. მეგონი ცოტა შეცვლილია განწყობა არა? სად ვარ წამსვლელი? ანუ ხო ვერასდროს. ამას პირველად მომაყოდეს ახლა ვყავთ. ამას არც ცვლიან და არც შეცვლიან ესენი. აი ამაზე როგორ მინდოდა რა მოსულიყო. საბოლოოდ მოდი შევაჯამოთ რომ ჩვენი თაობები აუცილებლად ერთად რაღაცას მოვიფიქროთ. გამარჯობა, მე ვარ მაგდა მამუკაშვილი, 35 წლის, ვარ დაოჯახებული, მყავს 2 პატარა გოგო და ამ გადაცემიდან მოლოდინი მაქვს, რომ ჯენზი თაობასთან შედგება ძალიან სასიამოვნო დიალოგი, ვინაიდან თუ ეს დიალოგი და ურთიერთგაგება არ შედგა, საერთო საქმეს ვერ გავაკეთებთ. გამარჯობა, მე ვარ ნინა ჟვანია, 19 წლის სტუდენტი და ამჟამად ფოტოგრაფიით გადაწყებული გოგო. პროტესტში აქტიურად ვარ ჩართული იმ დროიდან, როცა ვიყავით 11 წლის, რომ მგონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ჯანსაღი სოციუმი იქნება მაშინ, როდესაც ადამიანები იწყებენ საუბარს. გამარჯობა ნინა. გამარჯობა მაგდა. დღეს ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სხვადასხვა თაობა რო ვართ, ძალიან მიჭირს მაგის აღქმა, იმიტომ რომ აქამდეც ვილაპარაკეთ და ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს, რაც მახარებს. დავიწყოთ? მზად ხარ? ანუ ჯეირანით ვიწყოთ. ჯეირანი ხო იცის თქვენმა თაობა? ჯეირანი წვადეკეთი პატარად მე ჯენ ალფა არ ვარ, მე ჯენ ზი ვარ. კარგი. ჯეირანი. შენ დაერჩიო ხო? მე უნდა დავწყო. პირიქით მე დავისაჯე. ხო, რაცა ეს არ მომწონს და უნდა მოვიშორო. ქართული საგანმანათლებლო ინსტიტუტების მიერ გაცემული აკადემიური ცოდნა შეუსაბამოა ბაზრის საჭიროებებთან, რაც იწვევს არა მხოლოდ განათლების სისტემის კრიზისს, არამედ ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის არაეფექტურ გამოყენებას. ძალიან სერიოზული თემით ვიწყებთ. ძალიან. და საჭიროებოდ. მე მგონი რა განათლება არის ყველაფრის თავი და თავი და თუ არ არის კარგი განათლება, არ არის კარგი სახელმწიფო, კარგი სოციუმი, კარგი ადამიანები, კარგი მოქალაქეები, ყველაფერი ჩემი აზრით მიდის განათლებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია სწორი განათლება და მგონია რომ ზუსტად დღესდღეობით სადაც ვცხოვრობთ და რაშიც ვცხოვრობთ, ეს მექანიზმი განსაკუთრებით განათლების სისტემას ამ მიზეზით არ ტყამს, რომ გაუნათლებელი ადამიანის და ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფი ადამიანის დამორჩილება, პროპაგანდის ქვეშ მოქცევა არის ყველაზე მარტივი. და ამას ცდილობენ რომ ჩვენ თაობას და უკვე ჩემს ქვემოთ თაობასაც გავუკეთონ ამ რეფორმებით, რომელიც იდეაში თურმე ემსახურება განათლებას, რაც უკვე განათლებულმა ადამიანმა წესით უნდა იცოდეს, რომ ესე არ არის. იცით რა მაინტერესებს? შენ რა პროფესიაზე ჩააბარე და მე ახსენე მახსოვს ფოტოგრაფობას აპირებ და მაგაზე ჩააბარე და მაგაზე გავძა თუ მე გადაწყვიტე რომ ფოტოგრაფი უნდა გამხდარიყო, იმიტომ რომ ამ კითხვასაც ეხმიანება იმ ნაწილში, რომ რამდენად საჭიროებებს შეესაბამება აი ეს აკადემიური ცოდნა, რომელსაც გვაწევენ. ცოტა თავიდან რომ დავიწყო, ალბათ უფრო საინტერესო შენთვის ის იქნება, რომ სკოლაში ბოლო 4 წელი არ მივლია. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც ჩემო ოჯახმა დიდი პატივი მცა ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სკოლა და თვითონ ეს სისტემა, რომ ყველაფერი თანაბრად უნდა მცოდნო და ჩემს გონებას და ჩემს შესაძლებლობებს თითქოს მაკომპლექსებდა, ცოტა იმასაც მიკეთებდა, რომ ძალიან ჰუმანიტარული ტვინი მაქვს. აი მართლა ისტორია, ქართული, ინგლისური, აი ენები რაღაცები ძალიან მიყვარდა, მაგრამ აი მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია მიზიზღებოდა, ვიყავი სრული ოროსანი. და ანუ ამან გამოიწვია და ზოგადად საზოგადოებაში სკოლის მნიშვნელობამ, რომ აი ბავშვი თუ სკოლაში არ დადის, სოციუმისგან არის გარიყული და გაუნათლებელია, ძალიან არ მომწონდა და დავჯექი ერთ დღესაც და სახლში ვთქვი, რომ მეთქი, მოდი, სახლში დავჯდები, ამდენი ჭკვიანი ადამიანი მყავხართ, დედა, მამა, ბებია, რეპეტიტორი მომიყვანეთ და მოდი, საზოგადოებრივ აი ესეთ განათლებას რასაც ვეძახით, რომ აი ადამიანს აყვეს საუბარში, ყველაფერი იცოდი, ლიტერატურა გიყვარდეს, აი ამაზე დავიწყე ჩემით მუშაობა. ვიყავი სადღაც მე-10 კლასში და ამან მომიტანა სოციუმისგან დიდი გარიყვა იმ ხრივ არა რამდენადაც რომ მეგობრები არ და ცეკვაზე დავდიოდი, სიმღერას დავდიოდი, ბევრ ადგილას შევედი, იმდენი მეგობარი მყავდა, რამდენი სკოლის ასაკშიც არ მყოლია. მაგრამ ნუ აი დიდ თაობაში, თუნდაც მილენიალებშიც მათ შორის რომ ვამბობდი, რომ აი იცით მე ჰოუმსკულ ვარ და სახლში სწავლობ, ქონდათ რომ
უი დედა რატო რამე გიჭირ შვილოს სიცოცხლით სავსე ბავშვი ხარ და რაღაცა და იმიტომ რომ გონიათ რომ ჯერ რასიგიჟა რომ გონიათ რომ თუნდაც შემოპირე ბავშვი სახლში უნდა სწავლობდეს და ეს კიდე რასიგიჟა იცი რამდენჯერ მომისმენია ეგ რომ ანუ შუშმოპირი ხარ რომ გეკითხებოდნენ ანუ მეუბნებოდნენ რომ რაიმე დარღვევა ხო არ გაქვს იმიტომ რომ გონიათ რომ აი თუნდაც სპექტრიან ადამიანებს სკოლაში სიარულის ეს ანუ არ არის ეს მგონი ცოტა შეცვლილია აი განწყობა არა იმედია ყოველ შემთხვევაში მე რო სკოლაში ვსწავლობდი და სკოლა რო დავამთავრე მაშინ ამას რაღაც ხვდებოდი, ვეჯახებოდი, მაგრამ მე უკვე ჩაბარება რო გადავწყვიტე, ვაბარებდი თეატრალურ უნივერსიტეტში. თეატრალურ უნივერსიტეტში ვაბარებდი და ერთმა თეატრალური უნივერსიტეტის ამას პირველად მომპოყოდეს ახლა თეატრალური უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ლექტორმა მითხრა რომ ძალიან დიდი ქვედა ყბა გაქვს. არ არისო. ხო და მე ხვაჩოს მე და კონტროლები. დაახლოებით იგივე ამბავში ვარ მეც ტროლებთან. და გირჩევა რომ ან სარეჟისოროს ჩააბარო ან თეატრის ხატრობაზეო და ესე დამთავრდა ჩემი მსახიობი არ გამოხვიდა ცხოვრება. ხო, ანუ პირდაპირ მითხრეს. ან რომელი ის იყო რა ჯენერეიშენი? ალბათ ბუმერები ვიტყოდი. სადღაც აი ჩემი მშობლების თაობის იყო. ხო, სადღაც ტროლებიც ეგ ასაკი. კი. და აი მე ჩემ თავს პირობა მივეცი რომ მეთქი მე ამ ხალხს ჩემ სპექტაკლზე ორ ბილეთს გავუგზავნი. ოდესმე იქნება აუცილებლად. მეც გამომიგზავნე რა რას და ამის გამო ჩავაბარე თეატრის მხატვრობაზე სამხატვრო უნივერსიტეტში. ну, აი მინდოდა რომ თეატრთან მაინც ახლოს ყოფილიყავი, მაგრამ დღესდღეობით თეატრი იმდენად დიდი საფრთხის წინაშეა, ზოგადად თეატრი საქართველოში იმდენად დიდი პრობლემის წინაშე დგას, გინდა ახალი თეატრი და გინდა ყველა სახელმწიფო თეატრი და კერძო თეატრები სულს ისე მაგრად უჭირავთ მსახიობები პოლიტპატიმარი მსახიობი ყავს და არაერთი ორი და ну, აი სიგიჟეში ვცხოვრობთ მართლა და ფოტოგრაფია ინერციულად მივედი ფოტოგრაფიასთან და გადავუხვია ჩემს აკადემიურ გზას, რომ ჩავთვალე, რომ ხელოვან ადამიანს არ არის აუცილებელი, რომ დიპლომი ქონდეს, იმიტომ რომ სადაც პარლამენტში ისიან უდიპლომოდ იქ მე რა დავაშავე და აკადემიური ავიღე და გავაგრძელე პროფესიულად პრაქტიკით სვლა და მივედი სადღაც აი კამერასთან და ესე გავაგრძელე ცხოვრება და ვნახოთ მე რა იქნება. ძალიან საინტერესო ცხოვრება გვინდა გითხრა და რაღაცა შენი ინდივიდუალური სურვილების დამტკიცება და მიყოლა, ანუ შენი ცხოვრების ნაწილია და რაც ჯენზის ახასიათებს მინდა ვთქვა. ხა მე მაგალითად როგორ ავირჩიე ის პროფესია რო გითხრათ, ანუ დედა ჩემი მოვიდა, მინდოდა ეკონომიკურზე ჩაბარება და მითხრა რომ მე ერთი ეკონომისტი უკვე მყავსო ჩემ ძმაზე და ახლა იურისტი მჭირდებაო და ასე გავხდი მე იურისტი, იმიტომ რომ დედას დავუჯერე. იმიტომ რომ დედას ხო იურისტი სჭირდებოდა. ახლა მე რაც შეეხება გიждები ჩემს პროფესიაზე და ყველაფერში მათგება, მაგრამ ასე პრაქტიკოსი იურისტი მე დღეს არა ვარ და ახლა ამდენი მილიონი ჯარიმა რომ აქვს პროტესტის გამო, ახლა მომიწია პრაქტიკოსი იურისტობა, რომ საჩელებში და ის გასაჩივრა სააპელაციო არ გაუშვა, სტრასბურგში გაუშვი და აი ამ ამბავში მომიწია. ახლა ყოფნით არის აქამდე ესე პირდაპირ ესე რომ თქვა ჩემი საქმიანობა ადვოკატობა არ ყოფილა ან რომელიმე თქვა უწყების ან კომპანიის იურისტობა. ისე რა გინდოდა რომ გამოსულიყავი? ეკონომისტობა მინდოდა. კი, ეკონომისტობა მინდოდა და უკვე ყავდა რა ეკონომისტი და ჩემი ძმის სახით და მე გავხდი იურისტი. და რაც შეეხება თვითონ ამ კითხვას, მეც მიმაჩნია რომ საერთოდ არ ასახავს ესე რომ თქვა ბაზრის საჭიროებებს საგანმანათლებლო ინსტიტუტების მიერ გაცემული აკადემიური ცოდნა და ამას არც ცვლიან და არც შეცვლიან. ესენი შენ სწორად აღნიშნე, მათი მიზანი არ არის განათლებული ესე რომ თქვა თაობის არსებობა და ასევე სამუშაო ძალის გამოზრდა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ რო გაქვს მოსმენილი, იძახის რომ აი გადავამზადებთ 2-3 თვის კურსებს გავატარებთ აქო ჩვენო ხალხსო და გავუშვებთ აი გერმანიაში საფრანგეთში ჩვენო ვერ დავასაქმებთ იმასო და შესაბამისად ესეც ხდება. და კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, რომ ძალიან კარგი ტვინები გაედინება ჩვენი ქვეყნიდან და მართლა არ ვიცი აი რა ვისურვო იმაზე მეტი რომ ეს ხალხი ვინც განათლებას იღებს ევროკავშირში, ამერიკაში, ინგლისში, ну აი სხვადასხვა ადგილებში ყველგან აბსოლუტურად დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყანას, მაგრამ სამწუხარო ისაა რომ ვერც გამტყუნებ. იმიტომ რომ ჩამოდიხარ ჰარვარდის დიპლომით შენ ქვეყანაში და ხელფასი გაქვს 1000-2000
200 ლარი. ანუ მიდი ახლა და გაამტყუნე ის, რომ რატო არ მოვდიხარ? ჯემოკარგო და წილხვედრი და ანუ მაგრამ ნუ მაინც მგონია, რომ ჩემი თაობა, ახლა ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი მიდის სასწავლებლად და ახლა ბაკალავრიატზე, რა ვიცი, ახალი წელი და ზაფხული ჩემთვის არის დღესასწაული, იმიტომ რომ 20 მეგობრიდან 15 მიბრუნდება მაგ პერიოდში და სულ რო ვეკითხები, ყველას აქვს ის, რომ დაუბრუნდები. აჰა, ის მაინტერესებს, დაბრუნდებია? კი, ჩემ გარშემო აუცილებლად. ძალიან მჭირდება, ეხლა სულ ეს სიტუაცია არ გვექნება იმედი მაქვს და ძალიან მჭირდება ეს ახალგაზრდები, ვინც დასავლეთში განათლება მიიღეს და ქვეყანას გამოედგებიან. ეხლა შენი ჯერია. ხო, ეხლა ჩემი ჯერია, ეხლა მე უნდა ავიღო ბარათი. აი, გამოვყვები ამ ხაზს. საქართველოში სოციალური ნიჰილიზმი, რომელიც ყველა თაობაში შეიმჩნევა, არის არა ინდივიდუალური არჩევანი, არამედ ხანგრძლივი პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობით გამოწვეული კოლექტიური იმედგაცრუების შედეგი. მე ვეთანხმები სრულად ამ თეზის. ძალიან სენსიტიური ამბავია ეს ჩემთვის, იმიტომ რომ მეც ამ ხარ ნიჰილიზმში? ხო, ცოტა. და სხვა შორის ძალიან უკვირთ ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს, იმიტომ რომ მე ვიყავი სულ პირველი მედროშე, არ ვიცი შეიძლება ამივარდეს თავში და ვთქვა. ხო, სხვა შორის ეს ნიჰილიზმი რომ არაფერი აღარ გვეშველება და განწირულები ვართ არ მაქვს მართლა. უბრალოდ დღევანდელობაში ის მოცემულობა რაც გვაქვს პროტესტის სახის აი ამ პროტესტის სახეზე გამიჩნდა მე კითხვები, ცოტა იმედგაცრუება, ანუ ჩემი თავი ვეღარ ვიპოვე იქ სადაც ადრე, რა ვიცი, ყოველდღე ვიყავი თავით გადავარდნილი. ანუ შენ არ გაქვს იმედი, რომ ეს პროტესტი მოიტანს შედეგს? მე ამ პროტესტის იმედი მაქვს, რომ დაბადებს ძალიან კარგ ადამიანებს ჩვენს გარშემო, რომელიც შემდეგ უკვე გრძელ ვადაში ძალიან კარგ რაღაცებს გააკეთებენ. აი ამის იმედი მაქვს ძალიან. აი კონკრეტულად შევძლებთ თუ არა აი ამ საშინელებასთან ბრძოლას ამ კონკრეტული იმითი ვერსიებით. აი ეს არის ჩემთვის სადაო, მაგრამ უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს დღემდე არ ვიცი, ვცემ უდიდეს პატივს, დღემდე არ ვიცი, ჩემს გარშემო ადამიანებს, რომლებსაც სხვა აზრი აქვს, გადმომყავს. ან ჩემი ბრძოლის ველი დავიტოვე, კი, TikTok-ზე. ეს ხო პროტესტი, ეს ხო არ ნიშნავს, ეხლა ჩვენ რომ თქვათ, რომ ეხლა ბევრი იდგება, იმიტომ რომ შაბათის მარში აი ყოველდღიურად რომ რაოდენობა დგას, ხო ჩვენ ხო არ ვამბობთ რომ პროტესტი მაგ რაოდენობაზე დაიყვანება. პროტესტში ყოფნა ნიშნავს ასევე აქტიურად აგიტირებას იმის რომ ჩვენი გზა არ არის ის რაშიც ეხლა დღეს ვართ და საქართველოს რაღაც სირცხულშია, რომელიც უნდა მოიწმინდოს, ნამუსი უნდა მოიწმინდოს და ეს ყველაფერი დაასრულოს, კი. ნიჰილიზმს რაც შეეხება მეც ხშირად ვარ ხოლმე ნიჰილიზმში, მაგრამ აი აუდიტორია რომ ყავს რაღაცნაირად ამის ხმამაღლა თქმის მერიდება რა, იმიტომ რომ ვაიმე შენ არ შეგეფერება, შენ არ უნდა იყოს. აუ როგორ მესმის? შენ, რომელიც ადამიანებს რწმენას უჩენს, აი ესე გეუბნებიან, შენ არ უნდა იყოს სუსტი და აი ერთხელ იყო ჩემ დამ თავის ლექტორს უთხრა ფსიქოლოგს, რომ აი ხშირად არისო რა მაგდა ნიჰილიზმშიო და ესე უიმედობა შეიპროცო და არ უტყობაო საჯაროდ საერთოდ. ნუ საჯაროდ არის. არ უნდა შეგეტყოს, რომ გატყბიბა. აი მეც ჩვენი ხრის მოპირდაპირე მხარეს, რომელიც არ გვეთანხმება, იმათან არასოდეს არ ვიმჩნევ ამას. არასდროს და სულ ბოლომდე ვამბობ, რომ ყველაფერი, იმიტომ რომ მართლა მჯერა მაგის. არა, მეც მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. არისაც მჯერა, აი მჯერა რომ ცუდ აუცილებლად სულ დაუბრუნდება მართლა. და აი თაობებში რო განვიხილოთ ჩვენი აზრით, შენ თაობას და ჩემ თაობას შორის აი ნიჰილიზმი ჩემკენ უფრო არის თუ შენკენ. მოგონი თქვენკენ უფრო არის. სად წავიდა ჯენზია, ეს არის ყველაზე. აუ, ეკითხა, არის ზოგადად ძალიან ისეთი. იმიტომ რომ მგონია, რომ თქვენ პირდაპირ გეუბნები, რომ მგონია, რომ თქვენმა თაობამ და ჩემი მშობლების თაობამ ცოტა მეტი პასუხისმგებლობა მიცა ჯენზის ამ ყველაფერში, იმიტომ რომ აი რაღაც პოსტებიც ხდება ხოლმე სოციალურ ქსელში, რომ სად ხართ ჯენზი, რო იძახდით, რომ პირველი მედროშეები ხართ, ეს ჯენზი ჩვენ ისევ აქ ვართ, უბრალოდ სამწუხაროდ მე სულ ხო პარტია გავაკეთო, ანუ ბრძოლის ველზე ვარ, მხოლოდ მოქალაქე ამ შემთხვევაში შესაბამისად დავრჩი ჩემს ნაჭუჭში და რაღაც მგონია, რომ ყველაფერს თავის დრო აქვს. 18 წლის ასაკში მე ვერ ვიქნები იმდენად დიდი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, რომ დამერქვას სიტყვაზე ოპოზიციური სპექტრი. ანუ ვაფასებ იმას, რომ დიპლომსაც თავის ადგილი აქ ნახე რა იგულისხმება. საერთოდ საკრებულოში 21 წლიდან შეუულია, შენ 1 წელში უკვე შეგეძლება, მაგრამ
მაგრამ ჯერ არჩევნები არა გვაქვს. ხო, ნახე რა იგულისხმება ის, რომ ყველა ცვლილების მამოძრავებელი ყოველთვის იყო ახალგაზრდობა. და ამ ახალგაზრდობას დღეს ჯენზი ქვია. თავის დროზე მილენიალები, მისი ჯენიქსი და ასე შემდეგ. კაი, ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, მაშინ გადავიდეთ სხვა კითხვაზე. გადავიდეთ. საბოლოოდ მოდი შევაჯამოთ, რომ ჩვენი თაობები აუცილებლად ერთად რაღაცას მოვიფიქროთ. აუცილებლად, აი თავისუფალი კითხვა თუ ამოვიდა, უნდა კითხო მაგას. თუ ადრე ოჯახების სოციალური მოლოდინების გამო დაუგეგმავად იქნებოდა, დღეს ქორწინებისა და ოჯახის გეგმიური შექმნა კონფლიქტის პრევენციისა და ოჯახის სიმყარის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტად იქცა. ანუ ადრე დაუგეგმავად იქნებოდა და ეხლა უფრო გეგმავენ ახალგაზრდობა ოჯახის შექმნას და კონფლიქტებიც უფრო ნაკლებია და მყარია ოჯახი. კი, აქ სავარაუდოდ უნდა განვიხილოთ ალბათ სოციალური წნეხით, რაც არსებობდა წინა თაობაში და დღეს ნაკლებად არის. ეს თქვენი დამსახურებაც არის. მოდი ხო თქვათ, ეხლა ჯენზი არის 14-დან 29 წლამდე ადამიანი. აი რამდენი შეიძლება ქონდეს ეხლა ოჯახი შექმნილი ამას აქში, ხო? ხო, ნუ თუმცა მე მიმაჩნია რომ უფრო იმის გამო არ ქნია რომ 25 წლის გოგო რო სახში მიზიხარ, აი ამის გამო არ მგონია ხა ვიღაცამ, იმიტომ რომ მასიურად მუშაობთ რა, ალბათ ეს კითხვაც იქნება, სავარაუდოდ ძალიან მინდა რომ იყოს, აი ჯენზის ეს ნიშან-თვისება რომ მუშაობენ ნებისმიერ პოზიციაზე არ თაკილობენ არაფერს და აი ჩემი უდიდესი პატივისცემა თან განა მუშაობენ და დაივიწყეს რომ არა სწავლობენ პარალელურად რა სწავლობენ და თავის ცხოვრებას ესე მიყვებიან რომ ყველაფერი უნდა თქონდეთ აი რომ მოვდიოდი ახლა ვიხსენებდი ჩვენს ესე რა ვთქვათ სტუდენტობას და მახსოვს მაგისტრატურის გამოცდაზე ერთი ქულა დამაკლდა დაფინანსებამდე რა სახელმწიფო დაფინანსებამდე თან ის ქულა რომელიც არასწორად გადავიტანე ანუ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი უიღბლობა ეგ იყო და მახსოვს რომ მაშინ ვამბობდი რომ დედა მეთქი უნდა დავიწყო მიმტანად მუშაობა თქო იმიტომ რომ სტაჟირებები ანაზღაურებადი რაც მქონდა დამისრულდა და შენ თავს ვაცალე უკაცო სტუდენტობა არ დაიწყო ოღონდაც მიმტანად მუშაობა არ დამეწყო ყველანაირად ესე გული მომიფონა რა და დღეს მე მინდა ვთქვა რომ აი ეგ წინაღობა თაობის მხრივაც ნაკლებად არის რომ სადაც გინდა დაიწყებ მუშაობას არანაირი პრობლემა ეს არ არის პირიქით პატივისცემას აღსრავს ადამიანი რომელიც საკუთარ სურვილებს მიყვება და საკუთარი ფინანსური დამოუკიდებლობა აქვს იმიტომ რომ მე რო იმ მომენტში ფული არ მქონდა მაგალითად მახსოვს რაღაცა 2 ლულა იყო ესეთი კაფე შესვენებისაც წახვიდო და 3 ლარ ნახევრად შეჭამდი ლობიას და დალებდი 2 ჩაის და აი ამას თუ ახერხები და დღეს ჯენზის მოთხოვნილებებიც ბევრი აქვს და იქ მაყოფილებს კიდეც ამ მოთხოვნილებას ახლა ეხლა მე ოჯახთან დაკავშირებით მე მგონია ყოველ შემთხვევაში რომ ფემინიზმმა ძალიან დიდი მნიშვნელობა შესძინა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ძირითადად ეხლა მერეებიც მესმის, არასოდეს არ ყოფილა კაცების მხრივ აი 25 წლის ბიჭებს აი ესე ცოლი მოიყვანე, უფრო იყო იმ კონტექსტში რომ შვილი მინდა და გვარის გამგრძელებელი მინდა, მაგრამ ის რომ ეს იყო სირცხვილი, ანუ რასაც ვაკვირდებ, ეს არის უბრალოდ ჩემი დაკვირვება, აი ჩემ გარშემო რაღაცა ხო? ეს რომ სირცხვილი იყო, რომ აი გაუთხოვარი, ჯერ ეს რა საშინელი სიტყვა, გათხოვება, როცა დაქორწინება არსებობს, ბევრად ლამაზი და კარგი სიტყვა. ანუ ბიჭების მხრივ იყო ბევრად უფრო ისე, რომ მოვასაწავა რაღაც, უფრო აი გვარის გაგრძელებაზე. გოგოების მხრივ იყო, რომ პატრონს ჩაგაბარო და რაღაცა და აი მამებს ჰქონდათ, რომ აი წყნარად მოუკვდე და რაღაც აი ხო, აი მართლა აი რაღაც ნივთად იყო ეს. მერე პლუს ამას ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქალებისთვის ნაკლები სამუშაოები იყო, რაც აი იურისტი ქალი თუნდაც ის რაღაცა ბევრი სფერო არის, სადაც ქალები ინტეგრირდნენ ძალიან ისეთი ცოტა ხანია აქტიურად. რაც უზომოდ მიხარია და უზომოდ ვაფასებ იმას, რომ რაღაცნაირად ან ტარს არავის არ ვუკრავ, იმიტომ რომ ეს ესე უნდა ყოფილიყო, მაგრამ სოციუმში რომ ამაზე საერთოდ საუბარი გვიწევს ეს ჯერ ხო რა სიგიჟეა, მაგრამ მაინც. ხო და მე მგონია რომ ქალებმა რახან საკუთარი პროფესიები თვით დამკვიდრება და ქალებს უდიდესი წვლილი მიუძღვით ამაში. რა თქმა უნდა. ანუ ქალებმა ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ დღესდღეობით ახალგაზრდა მეც შემიძლია რომ მქონდეს ჩემი შემოსავალი მილენიალ ქალსაც შეუძლია რომ კონდეს ანუ როგორც ესეთი ქალებმა დავიმკვიდრეთ საკუთარი თავი რაღაც ბაზარზე კაპიტალიზმში რო აი რაღაც ამბავში და ამან გამოიწვია ეს რომ მიზნების სწავლის ამბავში რომ სწავლას ეხა მე რასაც უყურებ ჩემს გარშემო ჯენზის თაობაში ჩემი გოგო მეგობრები სწავლა მეც სწავლა ანუ არ გეჩქარება არს სად გეჩქარება ხო სად გეჩქარება დაასრულე სწავლა და მე დავაჯა აი მეც მაგალითად ხოთშეს ჩვენ მეც დულზე და თაობა
მაგრამ დავასრულე ორივე ეტაპი სწავლის და მე დავოჯახდი და ორივე შვილი გავაჩინე დეკრეტში. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ამინაზღაურეს ეს და მე ვიტყვი რომ დეკრეტი სხვა ძალიან დიდ სექტორში, კერძო სექტორში არ არის ანაზღაურებადი და დიდი პრობლემაა ეს, ამას უნდა მოელოს, მაგრამ გეგმავენ, ანუ ახალი თაობა გეგმავენ, არა მარტო ოჯახის შექმნას, არამედ ბავშვებსაც გეგმავენ, რაც ძალიან მისასალმებელია, იმიტომ რომ მე რო რამე მოხდეს, ასე არ იქნება, რომ ჰაერშია ქალი რა. რა თქმა უნდა. და თქვენ თაობასაც ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩემი აზრით მაგაში, რომ აი უფრო იმიტომ რომ ჩვენ ახლა გარშემო ბევრ ჩემი მეგობრებს ყველას დედმამიშვილები ყავთ აბსოლუტურად და მგონია რომ აი მილენიალი მაღალ ასაკობრივ ზღვარზე დაძმავისაც ყავს, ის ჯენზი უკვე სხვანაირი მიმართულებით მიდის, სხვანაირი რეალიზაცია მოთელა, ხო, რაღაცნაირად მოითელა ეს ყველაფერი და რაც თავარია რომ მილენიალები ჯენზის სამსახურში, ანუ მილენიალები რომ აი მაღალ თანამდებობებზე მე სადაც მიმუშავია, სულ მილენიალი, ანუ მიმღებლობა აქვთ უფრო, რომ ჭკვიანი ხარ, მე რა რომ დიპლომი შენ არ აქვს, ანუ მე კონტენტ კრეატორი რო ვიყავი, სულ მილენიალები მაძლევდნენ ამ შანსს და მგონია რომ ერთმანეთს ბევრად უფრო კარგად ვუგებთ, რომ მე მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სამსახურში მიდიღო და შანსი მოგცე და მაგრამ უბრალოდ აქციაზე გეძახით ხოლმე თუ რა დანარჩენი ყველაფერი კარგი. ეხა ვისი ესაღებია? ეხა ჩემ. აბა, ვაიმე, ნახოთ. თავისუფალი შეკითხვა. ვაიმე, აი ამაზე როგორ მინდოდა რა მოსულიყო. აბა. მე უნდა დამისვი. ხომ არ მიგვატოვებ? ხომ არ წახვალთ ქვეყნიდან და ხომ არ დაგტოვთ მარტო და ხო გჯერათ, ნუ ამაზე ფაქტიურად შენი საუბრე, მაგრამ ჩემი კითხვა ეს არის, რომ ხომ ერთად ვიქნებით, ანუ ეს ორივე თაობა ხომ ერთ დღეს გადამწყვეტ დღეს ერთად დავდგებით და ერთად ვიქნებით და ხომ ვინც წასულე ხომ დაბრუნდება. აუცილებლად. მე მაგის გარანტიას მოგცემ, რომ აუცილებლად ვიქნებით ერთად, იმიტომ რომ მე სულმოს ვიძახი, რომ პატრიოტიზმს ასაკი არ გააჩნია და ჩვენ ვართ თაობა, რომელიც გავიზარდეთ ძალიან მძიმე მომენტში, გავიზარდეთ და კორონა გადავიტანეთ და რაღაცა გადავიტანეთ და მე პირადად 11 წლიდან აქციებზე გავიზარდე, კი. იცი და მე 11 წლიდან აქციებზე ვდგავარ და აი ეს თაობა გახარია რომ ხო, ტელეფონი დამივარდა და მომაწოდა თვით ვინც ბოდიში მოიხადა იმას ზუსტად 5 წუთში თავის ბოდიში დავიყავით 12 წლის. სად ვარ წამსვლელი, ანუ ხო ვერასდროს, იმიტომ რომ სულ ამას ვამბობ, რომ აი ევროკავშირმა მე მომცა იმდენი შესაძლებლობა მართლა ერასმუსების გაწვრითი პროექტები ასე შემდეგ, რომ ვნახე რა არის კარგი, ვნახე რას ნიშნავს, რომ შედიხარ საშოპინგოდ მოლში და ყიდულობ მაისურს 10 ევროთ და 5 ევროთ და არა 80 ლარად, ვნახე რა კარგია, როცა ბებიები და ბაბუები კაფეებში ზიან და არ უწევთ იმაზე ფიქრი, რომ ხო და არ უწევთ იმაზე ფიქრი, რომ ხვალწამალი როგორ შეიძინო და მე ჩემ თავს გავუკეთე ესეთი მისია, რომ მე ის უნდა აქ გავაკეთო. მე არ ვიცი ამას როგორ ვიზამ, მე შეიძლება პოლიტიკოსი არც გავხდე, მაგრამ მე რაც ვნახე და ამის უზომოდმადლიერი ვარ, რომ ამ დაფინანსებული პროექტებით მივედი და ამდენჯერ მქონდა ამის შანსი, რომ ენახა წავედი, ვნახე და უკან მოვდივარ. ბევრად ინფორმირებული, ბევრად გავიმარჯვე. აი ზუსტად მივედი, ვნახე, წამოვიღე, დავიყარე, გავიმარჯვეთ. ამიტომ მინდა რომ წყნარად იყო მაგაზე, რომ არ მიგვატოვე. მეც ჩემი მეგობრებიც დარწმუნებულები და იდეაშიც რომ ვთქვათ, ყველა ის ემიგრანტი თუნდაც და ყველა ის ბავშვი და ახალგაზრდა, რომელიც თუნდაც ბაკალავრიატზე სასწავლებლად მიდის, ჩვენი ქვეყნის ელჩია და არც ერთი, აი არ ვიცი, ალბათ 1-2 გამიგია სულ ისეთი, რომელიც სულ ყველგან დროშას არ დაატარებს და ჩურჩხელები არ დააქვს და კლაპი არ დააქვს და კულტურულ საღამოებს არ აწყობენ და ამიტომ გონია რომ ეს ჩვენი რაღაც კოლექტიური სიყვარული ამ ქვეყნის რომლის შვილებიც ვართ გადმოყვება და სულ აქ ვიქნებით და თან მაინც აი განსაკუთრებით ეხლა ნინა აი ეხლა არის რაღაცნაირად ყივილი ამ პატრიოტიზმის და ეს ბოლო წლებში განსაკუთრებით რა რომ აი მე ქართველი ვარ, მე ქართველი, ანუ აი ამ სიტყვამ შეიძინა ისეთი ღრმა მნიშვნელობა, იმიტომ რომ რაღაცნაირად იქამდე ხო, ნუ ვიცით რა, როგორც იყო ესეთი გადატრიალებული ურემი რო არ იყო იმ ნაწილში. ჩვენ მშობლები რომ შვიდად ვიყავით და არ უნდა ყოფილიყავით შვიდად და რაღაც ბევრი, მაგრამ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემი მშობლების თქვენ თაობასაც, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინახავს იმდენი პრობლემა, რამდენიც თქვენ და მიუხედავად მაგისა, ვახერხებთ, რომ თქვენნაირად აი
აი როგორ თქვა რა, ამასაკში უკვე რომ მე და შენ ერთი ბრძოლის ველზე ვდგავართ და რა ვიცი ღმერთმა არქნას და ჩემ შულსაც იმედი არ ეცოდინება რუსთაველი. იმედია მხოლოდ ნაცისტისგან. ანუ შენ რომ მეუბნები 11 წლისა დავდიოდიო აქციაზე ჩემი 10 წლის შვილი რამდენი ჯერ წამიყვანია და 6 წლის შვილით აქციაზე უკვე ვეღარ ვამბობ რომ არ მოუწევთ იმიტომ რომ ყველაფერი კარგად იქნება საბოლოოდ. აი მეც ესე მგონია რომ მალევე იქნება კარგად, მაგრამ პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას უნდა კონდეს. ეხლა შენ გიყვარდა. აბა ჩემი კითხვა ახლა იქნება ესეთი რომ რას ეტყოდი 20 წლის მაგდას რომელიც აი ამ ჩემს ადგილას რას ეტყოდი 20 წლის მაგდას რომელიც აი ამ გაურკვევლობაში და ქაოსშია მოხვედრილი და უყირვის ეს პატრიოტიზმი და სიყვარული და ცოტა ნიჰილიზმიც არის აი ხო გამიცანი და აი რას ეტყოდი შენს თავს ჩემს ადგილას პატარა მაგდას 20 წლისას ყველაფერი გამოგივა ყველა მიზანს მიაღწევ ამიტომ მიზნები სწორად დაისახე და ვეტყოდი იმას რომ მეტი იკითხე საქართველოს შესახებ ძალიან ბევრი იკითხე და იკითხე ყოველდღიურად ამას ვეტყოდი და პროტესტში მყოფ 20 წლის მაგდას რას ეტყოდი ხო იქნება არა ვიყავი კიდეც 2012 წელს მე პროტესტზე ვიყავი კი ნამდვილად და ძალიან ისეთი მქონდა ყოველთვის რომ რას ვქვი ანუ მე თუ მიმაჩნია რომ ადამიანის უფლება ირღვევა იმაზე მექნება რეაქცია ნებისმიერ დროს ნებისმიერ სიტუაციაში და პროტესტზე მყოფს ვეტყოდი რომ ხანდახან ესე პირდაპირ არ დაეჯახო ხანდახან შემოვლით შეიძლება დამოხ ეხლა ამასაკშიც ამას ვეუბნები ამ ჩემს თავს იმიტომ რომ ეცადე რომ ფეხზე იდგე არ დაზიანდე ისე რომ მე შენ ვეღარ შეძლო ბრძოლის გაგრძელება აი ამას შენ თავს მიხედა და კი იმიტომ რომ რაც უფრო მყარად გახარ მით უფრო მეტად ახერხებ ნავიგაციას და მიზნამდე მისვლას იმიტომ რომ დავიწყებ იმით ყველა მიზანს მიაღწევ. არ არსებობს თუ მიზნა დაისახავ, არ მიაღწიო. ეხლა უბრალოდ ისეთი მიზანი გვაქვს დასახული რა რთულია მისაღწევა და მაგრამ თუ გინდა მიღწევა, მაგასაც აუცილებლად მეხლა დარწმუნებული მივახცე. სხვა შეიძლება ერთ პატარა ჩართვას გავაკეთებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანმა ისრუნოს ესეთ მომენტში საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ მე რაღაც მომენტში მივხვდი რომ ეს ჩემი პატრიოტიზმი და ჩემი ქვეყნის სიყვარული მე უკვე ძალიან აი ტოქსიკური ურთიერთობა გამიჩნდა რაღაცნაირად რომ აი შენი სიყვარულისთვის მე ყველაფერს ვიზამ, ღამეები არ დავიძინებ, საკუთარ მიზნებზე უარს ვიტყვი ყველაფერს, მაგრამ საბოლოო ჯამში მივხვდი რომ ჩემ ქვეყანას ყველაზე მეტად მევჭირდები ჯანმრთელი და წარმატებული, იმიტომ რომ ბოლოს მაინც ყველაფერი მინდა ამისთვის. რა თქმა უნდა, სწორია. აბა რა, შენ ჯერ. ეხლა ჩემი ჯერია. მოდი ეს ფერი ავიღოთ ეს ფერი მომწონს. ამოვწურეთ ვარსფერი. საქართველოში არსებული პოლიტიკური პროპაგანდა საზოგადოების ემოციურ ტრამვებსა და შიშებზე მანიპულირებით საზრდოობს. რაც ხელოვნურად აძლიერებს პოლარიზაციას და ბლოკავს ჯანსაღი, ფაქტებზე დაფუძნებული სამოქალაქო დისკუსიის შესაძლებლობას. 1000% ვეთანხმები. ხო, მეც ვეთანხმები ამ თეზის და მიმაჩნია, რომ ესეთი, როგორ თქვა, ესეთი ზიზღის ენა, რასაც ჩვენ პირადად უკვე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები გვთავაზობენ, არ ყოფილა კი საბჭოთა კავშირის დროსაც არ ყოფილა ამ მსგავსი ზიზღის ენა. ხა პროპაგანდა ერთნაირია ყოველთვის, ნებისმიერ ეპოქაში რუსული პროპაგანდა არ იცვლება და მაშინაც ხა მაგალითად 99 წლის 9 აპრილზე იძახდნენ, რომ გვესროდნენ რაღაცას და იმიტომ დავარბიეთ, იმიტომ დაუჩეხეთ გოგოებს თავია და აი ეს არასდროს არ იცვლება რუსული პროპაგანდა, მაგრამ მე მაგალითად სწავლობ როგორც კონტენტ კრეატორი და ვიკვლევ, როგორც საუბრობდნენ ჩვენი წინა ხელისუფლებები და ეხლა როგორც ესეთი რამე არავის უკადრეა. როგორ არის იყო იქაც რაღაც ბრალდებები, მაგრამ რაღაცა ხაზები იყო, რომელსაც არ კვეთდნენ. ეხლა რო იძახის პრემიერად წოდებული, რომ აი ქალის სახე აღარა გაქვს, პირი მოიწმინდე, მე რად წოდებული რო ამბობს, რომ რომელი აბა აქ ქალი და აბა ქალი არც ერთი არ არის, ესეთი რამე არავის უკადრეა და მე იქიდან გადმოდინებული ზიზღი იღურება საზოგადოებაში და საზოგადოება უკვე ძალიან პოლარიზებულია. არის და რეალურად ქართველთან გასაყოფი არაფერი აქვს. და ყველას უნდა კარგ ქვეყანაში ცხოვრება რა, თუნდაც იმ ქოცსაც უნდა, მაგრამ იმდენად ყვებავენ ამ ზიზღს, ამ ახალგაზრდა
ახალგაზრდების მიმართ ზირხს, განსხვავებული აზრის მქონეთა მიმართ ზირხს, რომ მე უკვე როგორ ხდება, აი ეს შეჯახება ხდება რა, მოკლედ და ეს არის საშინელება, არ ვიცი, ამას ერი ძალიან ტრამვულად გადაამუშავებს. ამის გადამუშავება მოგვიწევს და ამასთან ერთად არსებობა მოგვიწევს და ეს ამ ყველაფერში რუსეთის დამპალი იმპერია ბრალდებული. აუცილებლად. გეთანხმები აბსოლუტურად. ცოტა ისე სენსიტიური საკითხია ტროლების შემოსევით გაგიჟებული და ანუ ჩვენ გავლილი გვაქვს ეგ და გავლილი გვაქვს ვიცი. რა არ უკადრიათ, აი რა არა მართლა ჩემს შემთხვევაშიც საოცრად მძიმე რაღაცები მაქვს გამოვლილი და იდეა ჩემს პირველად რო ავუხსენი რომ ეს არ არის ნამდვილი ხალხი და ნამდვილი ხალხი არ მაგინებს მე და გეხვეწები ყველა ცალ-ცალკე უკომენტარებენ რომ ხა დედა უკეთ გავუგებ დედა ჩემს ახლა რასაშინელება არის როცა შვილზე რაღაცა მაგრამ მე ახლა ყოველ შემთხვევაში ყველაფერში გეთანხმები და კიდე რა არის რომ თვითონ კოლექტიური მეხსიერება რომელსაც დედა ჩემი იკვლევს და სადოქტორო დაიცვა ამ თემასთან დაკავშირებით კოლექტიური მეხსიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად თითოეული პოლიტიკოსისთვის თითოეული პოლიტიკური პარტიისთვის და სულ ამას ვიძახი იმიტომ არა რომ დედა ჩემმა დაიცვა ამ თემასთან დაკავშირებით სადოქტორო და იმიტომ არა რომ გავიზარდე 5 წელი რო წერდა გვერდით ლეპტოპთან და მოვისმინე და კარგად ვიცი რას ნიშნავს როცა კოლექტიურ მეხსიერებაში ყველა ფეიერვერკის ხმა ბომბის ხმა გგონია განურჩევა დასაკისა იმიტომ რომ მეც დღემდე ფეიერვერკების მეშინია იმიტომ რომ ვიცი რომ ერთხელ თუ მოხდა რომ დედაჩემს ფეიერვერკი ეგონა და ბომბი აღმოჩნდა მეორე და შეიძლება მოხდეს ამ კოლექტიურ მეხსიერებაში შენ რომ არ ითვალისწინებ რამდენად სენსიტიურია ადამიანი რამდენად მოწყვლადია მისი გონება და რამდენად ტრამვულია ჯერ ხო ძალიან ცუდი ადამიანი ხარ მე მეორე რომ თვითონ ის ადამიანები რომლებსაც ჩვენ ვეძახით ანუ ოპოზიციური სპექტრი პირდაპირ დავარქოთ ყველაფერს თავის სახელი მე პირველი რაც გამიჩნდა სერიოზული როგორ თქვა პირველი რაც გამიჩნდა სერიოზული ასე ვთქვათ პრეტენზია მათთან იყო ის რომ პროპაგანდით რანაირად ანუ პროპაგანდით პასუხობთ ხო ერთია მაგრამ როცა იცი რომ ორ სიტყვაში მოაქცია აბაომი გინდაში რანაირად ვერ ვახერხებთ რომ ამ ადამიანებს ის საერთო ენა გამოვუნახოთ რომ ეს შიში გავაქარწყოთ იმიტომ რომ მე არავის არ უნდა ომი რა თქმა უნდა რომელ ადამიანს უნდა თუნდაც ჩვენ მხარეს ომი ხო შეუძლებელია ეს რომ ვიღაცას ომის წყურვილი კონდეს მაგრამ აქ არის სასაუბრო რომ არ ნიშნავს რახან ევროკავშირს ვემეგობრებით რახან მე ავტობუსებს ვჩუქნის გერმანია და რახან ჩემს ბიზაშვილს საფრანგეთმა დაუფინანსა მკურნალობა ამის გამო ბომბი თავზე არ დამეცემა. ისე კაი რაღაც თქვი ხა და გერმანულ ავტობუსში რომ გზავრობენ ომი უნდა და ანუ ვერსაჩე რომ უკეთეთ მაშინ ომი არ უნდა ანუ საბოლოოდ იქამდე მივდივართ რომ მე მგონია რომ ძალიან ბევრი არის სასაუბრო იმიტომ მე თვითონ ანუ გულწრფელად ახლა მოგიყვები ჩემს ერთ-ერთ ოჯახის წევრთან ერთად რომ მომიწია ზაფხულში 10 დღე გატარება კურორტზე კოტეჯში, რომელშიც ანუ ტელევიზორის ხმა ისმის ყველგან და ეს ჩემი ოჯახის წევრი უყურებდა ერთ-ერთ პროპაგანდისტულ არხს, ასაკოვანი არის და ნუ ბოლო ხმაზე ქონდა ჩართული და ნუ არ ვიცი, ვიყავი მოცული ამ ტელევიზიით. მე-12 დღეს, თუ მე-13 დღეს საკუთარ თავს შევატყე, რომ ტვინი მქონდა მოწამული. ოღონდ გულს ამას მოგყურებდი, იმეც უყურებდა მართლა. გულწრფელ ვიძახი მე-13 დღეს იმოქმედა არა რა დამემართა იცი რომ შემომეპარა ანუ რა თქმა უნდა არ დავიჯერე მაგრამ აი შეგრძნება მქონდა რომ ტვინში რაღაცა ბევრი ჭიაყელები შემოვიდნენ და აი უცებ დამემართა გადავამოწმე რაღაც აი ხო სიგიჟეა ახლა რასაც გეუბნები მაგრამ აი 13 დღე იმეც უყურე დღე და ღამე ვერ აგიხსნი იმდენად დიდ ჰიპნოზთან გვაქვს ჩვენ საქმე. აი უბრალოდ 13 დღე ერთი და ანუ რო იმეორებენ ძალიან ბევრჯერ აი 5 რადიკალები აი ამას რო იმეორებ მუდმივად რადიკალების აქცია რადიკალებმა ის თქვას რადიკალი ოპოზიცია რადიკალია აი ამას რო იმეორებ 5 წუთში მართლა ერთი ეს ყურსა ის 30 ჯერ ანუ რა თქმა უნდა აი ეს ჰიპნოზი გიკეთე და ეს მე მივხვდი რომ ეს ჰიპნოზია ჩვეულებრივი რომელსაც მე მაქსიმალურად ვცდილობ რომ ვებრძოლო აი ჩემ გარშემო რა ძალა და ღონეც მაქვს და ეს თლიანად პირდაპირ მიუმართავ იმას მე არა ვარ პოლიტიკოსი და ჩემი ვალდებულება ეგ არ არის მაგრამ თუ ადამიანი ახერხებს რომ ამდენი ადამიანი დააშინოს 3 სიტყვით შენ უნდა მოახერხო და 6 სიტყვაში უნდა 6-ში გაუკარწყო და ეს პრეტენზია მე მაქვს და იმედია რომ შეიცვლება მივედით ბოლო თეზისამდე
ქართული ეკონომიკური რეალობა, მინიმალური ანაზღაურება, უმუშევრობის მაღალი დონე და სოციალური დაუცველობა აიძულებს როგორც ახალგაზრდებს, ისევე უფროსთაობას გადარჩენის ერთადერთ გზად ემიგრაცია მიიჩნია. დაახლოებით ამაზე მგონი ცოტაც ვილაპარაკეთ. ემიგრაციასაც ვილაპარაკეთ პრინციპში და ვილაპარაკეთ იმაზეც რამდენად სამუშაო, ესე რომ ვთქვათ, ბაზრის მოთხოვნებთან არის დაკავშირებული ჩვენი საგანმანათლებლო ცოდნა. მე მიმაჩნია, რომ ეკონომიკური რეალობა ძალიან მძიმეა. მინიმალური ანაზღაურება, ეხა 20 ლარი როა თვეში ეს არაფერს არ ნიშნავს, ნამდვილად და უმუშევრობის მაღალი დონეც გვაქვს და სოციალურად დაუცველებს ეხა ცოტა ხნის წინ მოუხსნეს სოციალურად დაუცველი სტატუსი და არ ვიცი როგორ უნდა იარსებონ. და ახალგაზრდებს და უფროსთაობას კი გადარჩენის ძალიან ბევრს მიაჩნია ემიგრაცია და იმიტომ გვაქვს ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი ზუსტადაც და თვითონვე ამბობენ რომ ჩვენო ვერ შევქმნით თუნდე სამუშაო ადგილსო და უნდა გავუშვათ ემიგრაციაში, ესეო სწორია და ძალიან მასევდიანებს ეს ყველაფერი ცხადია და 2023 წელს ემიგრაციის უმაღლესი მაჩვენებელი ჰქონდა, მარტო 8000 ბავშვი გაიყვანეს მშობლებმა ამ ქვეყნიდან და ეს არის ყველაზე დიდი შიში, ეხა ჩემი რაც არის სიმართლე რო გითხრა და ამ პირობებში არ ვიცი რა შეიძლება ეშველოს, თუმცა უფრო მეტსაც ველოდი, სიმართლე გითხრა, უფრო მეტ ემიგრაციასაც ველოდი და ეხა შენ რასაც მეუბნებ რომ ბევრი პირი ბრუნდება და რაღაცნაირად გასაჭირში ვარ ქვეყანა ბრუნდება და რა უნდა რომ დაუდგეს გვერდით ძალიან מחარებს ეს აი ხა ვისაც თქვათ იმის შესაძლებლობა აქვს რომ დაბრუნდეს ხა ყველას არ აქვს მაგის შესაძლებლობა რომ დაბრუნდეს ამ ქვეყანაში იმიტომ რომ ეს ქვეყანა არ სთავაზობს მას არანაირ პერსპექტივას და ხო, იცი რა არის მარტო ქვეყანა ხო არ მარტო ის ხო არ არის რომ ვიმუშაო ხელფასი ავიღო ვიკენდებზე აუზზე წავიდე. არის კიდე რაღაცა რა, რის გამოც ღირს ცხოვრება და ეს არის იდეა რა. ეხა იდეის გარეშე ცხოვრება ჩემი აზრით უაზრობაა და რაღაცა ძალიან მექანიკურ ცხოვრებასთან დადის და რა ვიცი, თუმცა როცა არ გაქვს გადასარჩენი ფული ანუ გადასარჩენი წყარო, ესე რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში პირველ რიგში ამაზე, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში დადიხარ მართლა მასლოუს პირამიდის საწყის ეტაპზე და გიწევს მართლა შენი შვილების გამოკვება და ძალიან ელემენტარულზე ზრუნვა. ეს ძალიან ამბავია მართლა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ამდენი ემიგრანტი ყავს, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ვექცევით ამ ემიგრანტებს, ხმის უფლება წავართვით, ასე შემდეგ, ვეძახით უცხო აგენტებს, რომ სად ცხოვრობ, და აქ რატო არ ცხოვრობ, იმ დედას, რომელიც მიდის და იმ მამას, რომელიც მიდის, დედები განსაკუთრებით, რომელმაც აიღეს თავიანთ ხელში ოჯახების რჩენა და არ ვიცი, ალბათ ქართულ ქალზე უფრო ძლიერ და მაგარ ადამიან არ ვიცნობ მართლა გულწრფელად, იმიტომ რომ აი არ ვიცი ამ ადამიანებმა შეძლეს და აი ოჯახის სიწმინდე რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ოჯახის სიწმინდე არის როცა ბავშვს წამალი აქვს და როცა დედას არ უწევს რომ FaceTime-ით და ვიდეო კოლით და ვიდეოზარით დაბადების დღეზე ტორტი გამოუგზავნოს დაბადების დღის ცენტრიდან და იქ ჩაურთვას ხმარო ბოდიში დედიკო რომ დღეს შენთან ერთად ვერ ვარ. ეს არ ვიცი, ჯერ ეს არის გასარკვევი ვინ გონიათ თავიანთ თავი რომ ისე მოიხსენიებენ ამ ადამიანებს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ქვეყანაში ვართ ორი სოციალური ფენა, მე ესე მგონია ადამიანები რომლებიც აი ცხოვრობენ და ყიდულობენ 40 და 50000-იან ჩანთებს, რომლებიც არანაკლებ ცოტა არიან, მინდა გითხრა. ხო, ეგ ჯერ ასე გიშია, მაგრამ ხო, ოკეი. და მეორე, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის, რომ ხვალამდე მიიტანოს სული და გული და ხვალამდე მივიდეს და ოჯახში, რომელშიც 4 ბავშვია და თან პლუს ამას რომ გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ დემოგრაფიულად გაიზარდოს, რის ხარჯზე ვაჩენთ ამ ბავშვებს მაშინ? რის ხარჯზე ვაჩენთ ამ ბავშვებს, როცა ელემენტარულად არ შეგვიძლია? ხო, ვის იმედად. ამიტომ მგონია, რომ თუნდაც ჯანმრთელობის ამბავში, იმიტომ რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი არის, რამდენი ემიგრანტი ყავს, იმიტომ რომ ჯანდაცვამ ვერ უზრუნველყო მათი ჯანმრთელობა და რამდენი ადამიანია პოლიტიკური ან თუნდაც ჩვეულებრივი თავშესაფრით ევროპაში ჩაბარებული დაზღვევის გამო, რომელიც მართლა გადა მე მაქვს ჩემი кейსი ოჯახში ესეთი, რომელმაც გადამირჩინა ოჯახის წევრი, აქ რაღაც გაურკვეველი წამლებით რომ გამომიჭყიბეს. შესაბამისად, სწავლა, პერსპექტივა და ეკონომიკური მდგომარეობა, რომ უბრალოდ იცხოვრო და
გადარჩენისთვის არ იყო ყოველ წამს რომ კვერცხი და რძე და პური რომ იყიდო 40 ლარი დაგიჯდეს და შვეიცარიის ფული ბანგლადეშის ხელფასი იყო შვეიცარიაში ცხოვრო ანუ ტოტალურად სხვადასხვა შემოსავალი და სხვადასხვა ცხოვრების დონე მგონია რომ მთლიანად ჩვენი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ბრალია ამდენი ემიგრანტი ამდენი წასული ადამიანი და აი ეს დამოკიდებულება რომ თქვენ თუ მიდიხართ მაშინ უკან დასაბრუნებელი გზა რა არის მაშინ რომ ანუ ესე ხვდებიან და უნდათ კიდევაც რომ წავიდეთ ხო ამბობენ წადით ამას ამბობენ და დავასრულეთ ხო მე მგონი ჩვენი ისინი მორჩით და ეხლა ვნახოთ რეები არ აგვიხია და 1-2 წინადადებით ჯენზის მიერ ტრადიციული სამუშაო გრაფიკის უარყოფა და თავისუფლების პრიორიტიზაცია არის ტექნოლოგიური პროგრესის ლოგიკური შედეგი, რომელმაც თაობებს შორის შრომითი ღირებულებების შესამჩნევი გადაფასება გამოიწვია. აუ, ამაზე გავაკეთებთ ხომ კომენტარს გავაკეთებ. ვიტყვი რომ აი ჯენზის აქვს საკუთარი თავის პატივისცემა ძალიან წინა ფლანგზე და კი გაშარჟებულია რომ ჯენზი ესე პირდაპირ იძახის მივა და 2500 ლარი მომეცი და მილენიერი აი რამდენიც კი შორის და ძალიან არ მომწონს და ძალიან ნერვები მეშლება, იმიტომ რომ ანუ ისე გამოყავთ რომ უსამართლოდ იც არა და რეალურად თქვენმა თაობამ ზუსტად თქვენ დაგიწიეთ ისა სტანდარტი და თქვენ აციეთ. აი შემდეგი არა მე მომწონს ძალიან მომწონს ეგ მე დღემდე მიჭირს თქვა ჩემი სამსახურის ანაზღაურება რამდენი უნდა იყოს დღემდე მიჭირს და შრომითი უფლებები ყველგან და ყოველთვის აუცილებლად მე საქმე არ მაქვს ახლა ზედმეტად აუ რა კარგი კითხვები გაგვჩენი. აპოლიტიკურობა არის ადამიანის თავდაცვის ერთგვარი მექანიზმი, რათა გაექცეს არსებულ პოლიტიკურ რეალობას. კი, ჩემი აზრით არის კი, ხო არის, ანუ ძალიან ბევრი მე პოლიტიკაში არ ვერევი, მე ყველაფერი პოლიტიკაა, აპარტიულობა კიდე მესმის, რომ პარტია რომელიღაცა არ მოგწონს და ეგეთი ადამიანი შეიძლება დღევანდელ საქართველოში ბევრი იყოს, მაგრამ აპოლიტიკურობა ნიშნავს, რომ არ გაინტერესებს როგორ იცხოვრებ. მე მგონია, რომ აპოლიტიკური ვარს ვისაც ვინც იძახის, აქვს 0 განათლება, იმიტომ რომ აპოლიტიკური ზოგადად ადამიანი ვერ იქნება ფიზიკურად, იმიტომ რომ ავტობუსში რო ჯდები და პარკში რო ნაგავს აგდებ ურნაში, ესეც პოლიტიკაა. ანუ გადაჭედილა ავტობუსში რო ჯდები. აბსოლუტურად ყველაფერი მაღაზიაში რო შედიხარ, საღეჭ რეზინს რო ყიდულობ, ისიც პოლიტიკაა. როგორ ზუსტად ანუ მე პოლიტიკაში არ ვერევი, მაშინ თქვი უარი, არაფერი არ იყიდო, მაშინ გაქრის საერთოდ ხელფასი არ ჩაირიცხო, არაფერი არ გააკეთო და ანუ იცხოვრე მაშინ შენთვის სადღაც გამოქვაბულში, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ნებისმიერი ტრანზაქციით არის ბიუჯეტის ნაწილი, პოლიტიკის ნაწილი. უფროსი თაობისთვის მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბარი რთულია, რადგან ეს მათთვის ტაბუდადებული თემა იყო. ანუ ეგ კი ჩემი აზრით კი თქვენთვის უფრო ნაკლებად ხო კი მენტალურ პრობლემებს და ასე შემდეგ ეგ ცოტა მგონია ჩვენს თაობამ კი ცოტა არ გამოყვათ ანუ თქვენ თაობა უფრო ღიად ლაპარაკობს ამაზე თითქოს საჯაროდ რასაც ხედავ და მე ანუ ჩვენ თაობას პრინციპში ჩვენმა თაობამაც დაიწყო ამაზე ლაპარაკი რომ მნიშვნელოვანია მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ ასე უნდა ვიზრუნოთ მენტალურ თან დღევანდელ დროს როდესაც ეს ნიჰილიზმი არის საერთო ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე უნდა გადავამუშავოთ რა თქმა უნდა და უფროსი ახლა ჩემი მშობლების თაობის ადამიანებს შენი თაობის ადამიანებსაც ცნობიერების ამაღლება არის მან ძალიან მნიშვნელოვანი რომ ჯანდაცვა მაგალითად არც ერთი დაზღვევა არ ფარავს ფსიქოლოგს დავუშვათ, ანუ ესეც ფაქტია, რომ ანუ ფეხი რომ მომტყდება, შეიძლება ბევრად უფრო ნაკლებად მეტკინოს, ვიდრე რომელიმე მენტალური პრობლემა, რომელიც მაქვს. მქონია ესეთი მომენტი, მსგავსი და ყველას მქონია. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რაც არის, რომ კაცების შემთხვევაში, აი, მაგას მინდა რომ ხაზი გავუსვა, რომ რასაც ვუყურებ მამრობითი სქესის წარმომადგენელ ადამიანებს, ძალიან უჭირთ ფსიქოლოგებზე სიარული, ვორქშოპებზე სიარული და აი ეს სტიგმა სანამ არ დაინგრევა, აი ეს გაჩახჩახებული პატრიარქატი, რასაც ნიშნავს თუნდაც ფემიციდი, რომელსაც მე მთლიანად ვაბრალებ სოციუმში კაცის მასკულინურობაზე და პატრიარქატზე, რომ ოჯახის მუშტი შენ ხარ და შენ და ის ადამიანი და არიტირო გოგო ხო არ ხარ და ასე შემდეგ. ანუ რა თქმა უნდა რომ ფემიციდ ორი აზრი არ არის იმაზე რომ დამნაშავეა, მაგრამ ეს მასიური პრობლემა რომ ხალი არის ჩაგრული კაცის მიმართ არის მენტალურ პრობლემებზე ნაკლებად საუბრის უდიდესი მნიშვნელობა. იმიტომ რომ
თუ საკუთარ პრობლემებს არ ამოთქვა, ვიღაცაზე იყრი აუცილებლად, ხო? კი, ნამდვილად ტირილი რო არ შეიძლება კიდე აუცილებლად სტიგმასაც რაღაც. და სხვათა შორის აქვე დავამატებ, რომ მე როგორც ჯენზის, აი ძალიან უცნაურია, ხო და ამით დავამთავროთ, რომ მე როგორც ჯენზის ძალიან არ მომწონს green flag, red, მწვანე დროშა, წითელი დროშა, აი ეს, იმიტომ რომ მგონია, რომ ისეთი კონტენტი, რომელიც TikTok-ზე იქნება, ახლა მე რო ბიჭი ვიყო, ისედაც აი ამ ტოქსიკურ მასკულინობაში, რომ ბავშვობიდან მტენიან, რომ არ უნდა ვიტირო, არ უნდა ფეხი ფეხზე არ გადავიდო, პლედი არ უნდა შემოვიხურო და ასე შემდეგ და კიდე რომ სიას აშვანშვალებ, რა არ უნდა ვქნა და ცივ ყავას რო საწრუპით, ანუ სიგიჟე, მართლა. შესაბამისად მგონია რომ ძალიან ხო, ანუ ძალიან ყავწით უნდა დალიო. ხო, და აი ძალიან ცუდია, რომ ჩვენ თვითონაც არ უნდა შევუწყოთ მსგავსი ტრენდებით ხელი. კაც როდესაც კალის ეშინია, ნორმალურად. მეგობრებო, შეგიძლიათ რომ კალის გეშინოდეთ ყავაც დალიეთ. გეხვეწებით პრობლემა. საწრუპით დალიეთ ყავწებში არ ჩა. ხო, გთხოვთ და იზრუნეთ მეტი თქვენს მენტალურ ჩამწევაზე. გეხვეწებით. იტირეთ არა. ეს არის, მე მგონი დავასრულეთ. დავასრულეთ ძალიან სასიამოვნო იყო. შევხვდებით ერთმანეთს გავწყინებულ საქართველოს. აუცილებლად. ძალიან ძალიან მისიამოვნო.